ამელკა, ეს კოსტუმი ფხანას მანდომებს. მოითმინე, ერთ სცენას გადავიღებ და მერე გაიხდი. კარგი, იქნებ ელვა გადაკერო, თორემ ძალიან მაფხანინებს. თავად გადაკერე თუ გინდა. არ მინდა. მიდი, ლეო. გამარჯობა ყველას. დღეს მე ვიზომავ. დღეს მე აქ თქვენთვის გადავიღებ. ლეო. ისე ვერაფერი ისწავლე? ძალიან დამღალა უკვე ამან. მოდი კიდევ ერთხელ გადავიღოთ. გამარჯობა ყველას. დღეს ჩვენ კი არა და მე კოსტუმებს. ლეო. მე ხუმრები? კარგი, უბრალოდ ღელავ. ნუ იყუები, ვიცი რომ არ გისწავლია. ხო, მაგრამ ამელკა. კარგი, ლეო, ყველაფერი გასაგებია. მართა და ჯინი სად არიან? უკვე აგვიანებენ, თანაც 1 საათით. მაგრად გავერთეთ. ხო, ძალიან მაგრად. გამოჩნდით? როგორც იქნა? სად იყავით? გვაპატია ამელკა. ჩვენ მაღაზიიდან ვრუნდებოდით. შავი პარასკევია. ხომ იცი? 1 წუთით შევიარეთ. 1 წუთით? 1 საათის წინ უნდა ყოფილიყავით აქ. ო, ამელკა, არა უშავს. ახლავე გადავიღებ. ყელში მაქვს უკვე ყველაფერი. უპასუხისმგებლოები ხართ. არა, მართალი. მართალია, არასდროს სწავლობ შენ სიტყვებს. გოგოები კი მუდამ აგვიანებენ და ხითხითებენ. ხო, მაგრამ ჩვენ მაინც კარგ ვიდეოებს ვიღებ. ხო და ეგ სასწაულია. ამელკა, დამშვიდება გჭირდება. მე მშვიდად ვარ. მაშინ გადავიღოთ. ახალ ვიდეოს ელოდებიან ჩვენი მაყურებლები. იციქ რა? საერთოდ აღარ მინდა გადაღება. ჯობია რომ მამარხმა საერთოდ აღარ იარსებოს. დღეს საერთოდ არ არის ხასიათზე ამელკა. ჩვენი ბრალია, ჩვენ გავაბრაზეთ ის. ამელკაც არ არის იდეალური. ზოგჯერ ჩვენზე მეტჯერ ეშლება ხოლმე. კარგი, ხვალ გადავიღოთ ვიდეო. დაისვენოს დღეს ამელკამ. ახალი სერიალი გამოვიდა. გინდა ვუყუროთ? კი, მოდი. მეც მინდა. წავედით. ხო, გუშინ ცუდ ხასიათზე ვიყავი. ბოდიში უნდა მოუხადო ბავშვებს. რა სუნია? ვინმე საჭმელს აკეთებს? ო, ამელკა, უკვე გაიღვიძე? დედა, აქ რას აკეთებ? რას ვაკეთებ? საუზმეს ვამზადებ. და გადასაღებ ადგილას რატომ ხარ? რა გადასაღებ ადგილას? ჩვენ აქ ვიდეოებს ვიღებთ. რა ვიდეოებს? პირველად მესმის. ვიდეოებს YouTube-ისთვის. კარგი, გეყო უკვე ეს ლაპარაკი. აჯექი და ჭამე და მერე სკოლაში წადი. ხო, უცნაური დილა. მე და მამა შენთვის სიურპრიზი გვაქვს. რა სიურპრიზი? დღეს ყველანი ერთად ცირკში მივდივართ. ხო მაგარია? დედა, დღეს ხომ გადაღება გვაქვს. რა გადაღება? ამელკა, რა მოიფიქრე შენ? ჩემი YouTube მაყურებლებისთვის გადაღება მაქვს და ისინი ახალ ვიდეოებს ელოდებიან. შენ ალბათ ეს ყველაფერი დაგესიზმრა. რაღაცნაირი პრენკია? მე და შენ ხომ ერთად ვიღებდით ხოლმე. ამელკა, გონი აბად ხარ? არ ვარ აბად. მოდი დღეს სახლში დარჩი, მაგას დიდი სიამოვნებით ვიზამ. აი, ჩემი ფანტაზიური ამელკაც, გამომწერებიო. რა მჭირს და ის რატომ არის აქ? ვიდეოების გადაღებაში ხელს შემიშლის. ვერ ხვდები, ჩემი YouTube-ის ოქროს ღილაკი სად არის? ვინ ჩამოხსნა? ალბათ დედამ გადაიტანა სადმე. ჩემი ოქროს ღილაკი სად არის? რა ოქროს ღილაკი? YouTube-ი რომ გაძლევს ხოლმე გამომწერებზე ასვლისას. შენ რა? 100,000-მდე გამომწერი ყავს? თუ არ იცოდი კი, თითქმის 100,000-ია. ხო, მართლა მეგობრებო, არხი გამოიწერეთ, ამით თქვენ ძალიან გამახარებთ. ვის ელაპარაკები? ჩემს გამომწერებს. ახლა უკვე მაშინებ, არანაირი YouTube-ი და ოქროს ღილაკი შენ აქ არ გაქვს. წავალ, გავაღებ. რა ჭირს დედას? არ მომწონს ეს ყველაფერი. გამარჯობა გოგოებო, გამარჯობა. ამელკას მოვაკითხეთ. გოგოებო, დღეს ამელკა სკოლაში არ წამოვა. ის ავად არის? როგორც ჩანს კი, დღეს ჯობია რომ სახლში დარჩეს. შეიძლება ვნახოთ? ხომ არ გადაგვდებს? მედია არა, შემოდით. ამელკა, როგორ ხარ? დედა შენ მათქვა რომ ავად ხარ. ჯინი, მართა, ისეთი ბედნიერი ვარ თქვენ რომ გხედავთ.
რა დაგვიძახე? რა მოხდა? ჩვენი სახელები დაგავიწყდა? ჩვენ ხომ გადაღებაზე ვართ და თქვენს ჯინი და მართა ხართ. ამელკა, რა გადაღებები? რაზე ლაპარაკობ საერთოდ? თავს ისე მაჩვენებთ, თითქოს YouTube არხი არ არსებობს. გონი მართლა ავად არის ამელკა. კარგი, YouTube. ახლა ვიპოვოთ. ამელკა, კარამელკა. რას ნიშნავს არხი არ მოიძებნა? ამელკა კარამელკა? ამელკა არასდროს ყოფილვართ რაიმე ვიდეოში. კარგი, ვერაფერი გავიგე. არხს რა მოუვიდა? არ არსებობს ეგ არხი. რანაირად? და გამომწერები? ამელკა, ახლა ჩვენი წასვლის დროა. სკოლის მერე შემოგივლით. გამოჯერმთელდი. ხო, ამელკას დედა მართალი იყო. მართლა ავად არის. რა არხი? საერთოდ რაზე ლაპარაკობს? არ ვიცი. კარგი. იქნებ ვინმე ბლოგერს უყურებს? ალბათ. კარგი, წავედით. დაგვაგვიანდება. გოგოებო, თქვენს გითხრათ რაღაც არხზე და ვიდეოებზე? კი, ეს უცნაურია. იქნებ ეს ყველაფერი დაესიზმრა? მეც მასელ ვფიქრობ. ამელკა ძალიან კრეატიულია. არ ინერვიულოთ. კარგად იქნება ამელკა. იმედია, ჩვენ წავალთ და სკოლის მერე ისევ მოვალთ. შევხედავთ კიდე. წარმატებები გოგოებო. არხი არ არსებობს, ოქროს ღილაკიც არ არის. სად წავიდა ეს ყველაფერი? რაღაც პრენკს არ გავს. არანაირი კოსტუმებიც. სად წავიდა ყველაფერი? კარგი, ვერ ხვდები, როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო? იცით რა? აღარ მინდა ვიდეოების გადაღება. ჯობია ამახვა საერთოდ არ იარსებოს. ჩემი ბრალია, სულელდური რაღაცეები ვთქვი. ახლა რა ვქნა? სამყარო. ხო, გადავიფიქრე. უკან მინდა დაბრუნება. მინდა რომ ისევ გქონდეს არხი. არაფერი შეიცვალა. ამელკა, როგორ ხარ? არც ისე კარგად. ისევ გულდაწყვეტილი ხარ რომ არხი არ გააქვს? არ მჯერა, რომ არანაირი ვიდეო არ გადაგვიღია. ამაზე საერთოდ არ გვიფიქრია. ცურვაზე დადიოდი, ცეკვაზე, ბედნიერი იყავი. ასე გავაგრძელებ ცხოვრებას. არხის გარეშე, მისმინე. იდეა მაქვს. ასე თუ გინდა, ახლა რომ დაიწყო ვიდეოების გადაღება? ხო, ეგ შეიძლება. კარგი, ყველაფერი ვიყიდოთ, რაც ვიდეოს გადაღებისთვის არის საჭირო. მართლა? მადლობა დედა. ხო, მაგრამ ხვალ სკოლაში წახვალ. როგორც სიტყვი. კარგი, მაშინ წავალ და გავემზადები. შენს გაემზადე. კარგი, იმედია, ყველაფერი ისე დაბრუნდება, როგორც ადრე იყო. როგორი კამერა გინდა? ჩვენ როგორიც გქონდა ისეთი, ჩვენ კამერა გქონდა? ყველაფერს ტელეფონით ვიღებდით. მოიცა, მე ვიგულისხმე, რომ უკვე ვიცი, რომელიც მინდა. კარგი, ძალიან კარგი, მაშინ გავაგზელოთ. დედა, მანქანა გააჩერე. ჩაჯექი. გამარჯობა ამელკა. გამარჯობა ლეო. ლეო? კი არა და დანიელ. უცნაურია რომ მესალმები მე. რატომ? არასდროს გვილაპარაკია აქამდე. მართლა? კი, ჩემგან რაიმე გინდა? მისმინე დან, სკოლის მერე ჩემთან მოდი. შენთან? რატომ? მაგარი იდეა მაქვს. მინდა YouTube-ისთვის ვიდეო გადავიღო. კარგი, და მაინც მე რატომ? კარგი მსახიობი ხარ. ეგ არც ვიცოდი. საიდან მოიტანე? ისე უბრალოდ ეს რაიმე პრენკია, ხო? უბრალოდ პარალელური სამყაროდან ვარ და იმ სამყაროში ვიდეოებს ვიღებთ. მართლა? კი, მართლა. 100,000-მდე გამომწერი გვყავს. 100,000-მდე? ალბათ მეხუმრები. სკოლის მერე მოდი, ვიდეოს გადავიღებ და ნახავ რომ ნიჭი გაქვს. რაღაცნაირად ეს საეჭოა. რა სიზამ, მოხვალ? არა მგონია. აი ჩემი გაჩერებაც. აქ გააჩერეთ. გელოდები იცოდე. ვა, სწრაფად გაერკვიე შენ ამ კამერაში. უბრალოდ ინსტრუქცია წავიკითხე. გამარჯობა ყველას, თქვენ ამელკა კარამელკას არხზე ხართ და დღეს ჩვენ თქვენთვის მაგარ ვიდეოს გადავიღებთ. დახმარება თუ დაგჭირდება, უბრალოდ დამიძახე. თავად გაუვკალდები. ვიდეოსთვის იდეა უნდა მოვიფიქრო. იქნებ რაიმე ძველი იდეა ავიღო? მაინც არანაირი ვიდეო არ არის ამ სამყაროში. მოდი, სიმართლის ელექსირის ვიდეოს იდეას ავიღებ. კარგად მახსოვს და კოსტუმი არ სჭირდება.
აბა, როგორ მიდის საქმეები ამელკა? დედა, ახლა ხან იყავი შემოსული. უბრალოდ მე ნერვიულობ შენზე. ყველაფერი გამოვა. სკოლის მერე გოგოები მოდიან. შეიძლება 2 ვიდეოს კი გადავიღოთ. შენ რა? ასე ძალიან გინდა ბლოგერობა? ბლოგერად ყოფნა ჩემი არსებობის მიზანია. იცი რომ ეს ძალიან რთულია? სულ ახალ-ახალი იდეები უნდა მოიფიქრო. ვიდეოები უნდა დაამონტაჟო და გადაიღო. ყველაფერი მშვენივრად ვიცი. ახლა კი სცენარის წერა უნდა დავასრულო. კარგი, მე შენ არ შეგაწუხებ. სად არის? ახლა გოგოები მოვლენ და ვიდეოს გადაღებას დავიწყებთ. აი გოგოები. როგორ ხარ ამელკა? უკეთ ხარ? კი, ოდნავ. შენზე იკითხეს სკოლაში. დიახ, ჩვენ ვთქვით რომ თავით გიოდა. მადლობა გოგოებო. ახლა რეულს ავიღებ, მასში კი შენი საშინაო დავალება. შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ. დღეს არანაირი საშინაო დავალება გოგოებო. არც მე მინდა გაკეთება დიდად. და რა ვქნათ? სერიალს უყუროთ? მოდით, ჩვენი ვიდეო გადავიღოთ. ჩვენი ვიდეო? შენ ისევ ამ წარმოსახვით ახსენ ლაპარაკობ? არ არის წარმოსახვითი, საკუთარი არხი შევქმენი. ჯერ არ დევს ვიდეოები. ფიქრობ რომ კარგ ვიდეოებს გადავიღებთ? რა თქმა უნდა, ამელკა, დაივიწყე. არაფერი გამოგვივა. ვიცი როგორ უნდა გადავიღოთ ვიდეო. სცენარიც კი დავწერე. ვიდეოს გადაღება საიდან იცი? მე ინტერნეტში წავიკითხე. კარგი. მიყურებია ამ ბლოგერებისთვის. ძალიან ბევრს რომ ასწრებენ ვიდეოების გაკეთებაში. გოგოებო, დავიჯერო რომ სახიობობა აგინდათ? მოიცა, სხვათა შორის მიფიქრია მაგაზე. ჩემი აზრით, სახიობობა კარგად გამომივა. რომ გადავიღოთ და კრინჯობა გამოვიდეს? მერე მთელი სკოლა დაგვრჩინებს. ყველა სელებრიტს ყავს ჰეითერები, ასე რომ არ ღირს მაგაზე დარდი. ისე არ არის ცუდი იდეა. მე მზად ვარ. იქნებ TikTok-დან ახალი ვარცხნილობის გაკეთება ვცადოთ? გოგოებო, სცენარი მაინც წაიკითხეთ. მოიცა, ხო, კარგი, ცადოთ მაინც. კარგი, თუ კრინჯობა გამოვა, ვიტყვი რომ თქვენ დამაძალეთ. მაგარი ისტორია, შენ თვითონ დაწერე? ხო, თითქმის. შეგვიძლია გადაღება დავიწყოთ. ხო, მართლა, აქ ხომ კიდევ ერთი მსახიობი უნდა იყოს. ლეო ვინ იქნება? ერთი მსახიობი კიდევ დავპატიჟე, მაგრამ არ ვიცი მოვა თუ არა. მოდით, მანამდე მის გარეშე დავიწყოთ. კარგი. კარგი გოგოებო, აქ დადექით. მართა ან ჯინი ვიქნები? მოდი, მე ვიქნები ჯინი. არა, მოდი, პირიქით იყოს. რაგან სხვავება? თქვენთვის ინდივიდუალურად დავწერე როლები. მაშინ კარგი. ახლა ყველაფერს მოვამზადებ და შეგვიძლია დავიწყოთ. გახსოვთ თქვენი ნაწილები? გოგოებო, ახლა ისეთ რაღაცას გეტყვით. რას? გითხარი, ბიჭები წვეულებას აწყობენ. მე არ გამიგია. არც მე. გოგოებო, თქვენ როგორც ყოველთვის აუტანლები ხართ. ამელკა, რას ამბობ? პირველად ვიღებთ. ხო, ამელკა, უფრო კეთილი იყავი. თქვენ მართლები ხართ გოგოებო. რამდენჯერაც გინდათ, იმდენჯერ გაიმეორეთ. ალბათ ეს ლეო მოვიდა. ძალიან კარგია, სანამ ჩვენ გავიმეორებთ, შენ მანამდე ყველაფერი აუხსენი. კარგი? დავიწყოთ. გამარჯობა. ლეო, დანიელ, მოხვედი? გადავწყვიტე მოსულიყავი. ვერ ხედავ, მაგრამ რაიმე თუ არ მომეწონა, ეგრევე წავალ. მოიცა, შემოდი. ძალიან გამიხარდა რომ მოხვედი. შენი სახლის ნახვა მაინტერესებდა. ჩემთან არასდროს ყოფილ ხარ? რა თქმა უნდა არა. შენთან რა უნდა გამეკეთებინა? ჩვენ ხომ არც კი ვლაპარაკობდით. ეგ ცუდია. ამელკა, მართლა გულისხმობდი რას მითხარი იმას? რაზე ამბობ? რას და პარალელური სამყაროდან რომ ხარ? სუფთა სიმართლეა. შენ რა აქ, ჯერა? კი, რადგან ეს ამელკა ამ სამყაროდან არც კი დამელაპარაკებოდა. დიახ, ვიცოდი რომ მარტო შენ დამიჯერებდი. კარგი, ამელკა, მომიყევი შენ სამყაროში რანაირი ვარ? ძალიან სასაცილო ხარ, კეთილი და ბევრი ფანი გყავს. ბევრი ფანი მყავს? რა თქმა უნდა, მე უფრო ბევრი მყავს, მაგრამ არ ჩემ ყავს ნაკლები. ალბათ მაგარია პოპულარული რომ ხარ. მალე შენით გარიგებ, დღეს ვიდეოს გადავიღებთ. ამ ვიდეომ ძალიან ბევრი ნახვა დააგროვა. ფიქრობ რომ ამ სამყაროშიც ბევრ ნახვას დააგროვებ? კი, დიდად არ განსხვავდება ჩვენი სამყაროები ერთმანეთისგან. მოიცადე. თქვენ სამყაროში 8 ფეხა მონსტრები ქუჩებში დადიან? არა, არ დადიან. ჩვენთან დადიან. კარგი, ხუმრობ. ჩვენთანაც არ დადიან. უცბად შემაშინე. და შენ სამყაროში უკან დაბრუნება არ გინდა? მაგრამ არ ვიცი ეგ როგორ ვქნა. რაიმე იდეები მაინც გაქვს? ვფიქრობ რომ თუ ვიდეოების გადაღებას დავიწყებ, ყველაფერი თავისით დალაგდება. ეგ ლოგიკურია. არ ინერვიულო. მე დაგეხმარები. ვა, მაგარი რამეა. აბა, უკვე წაიკითხა ლეომ სცენარი? ამელკა, ისა გრანსა კეთებს? დანი და კამილა?
დანიელი დღეს ვიდეოს გადაღებაში დაგვეხმარება. გამორიცხულია. ამელკა, ასე არ მოვლაპარაკებულ ვართ. შენ არ გითქვამს, რომ ისინი აქ იქნებოდნენ. რა ხდება? ამელკა, ერთი წუთით შეიძლება? ამელკა, დანიელს ვერ ვიტანთ და ეს შენ ძალიან კარგად იცი. გასაღიზიანებლად მოიყვანე აქ ხო? არა, უბრალოდ დამავიწყდა. კარგი, როგორ შეიძლება დაგვიწყებოდა? ყოველ დღე ფურცლებს გვესვრის ხოლმე. კიდევ ჩვენ როულებს ჩხაპნის და კანლებს გვიტეხავს. ამელკა, ახლავე უნდა გააგდო აქედან. ყოველ შემთხვევაში, სახლს მაინც გაგვიფუჭებს. გოგუებო, იქნებ ეს შანსია რომ ვიმეგობროთ? დანიელთან ვიმეგობროთ? გესმის შენი თავის? არა, შანსი არ არის. არ ვიცი რომ სამყაროში შევძლებდი მასთან კომუნიკაციას. მოიცა, ეს ხომ მხოლოდ ვიდეოსთვის არის. არა, სანამ არ წავა, ვიდეოს არ გადავიღებთ. ხო, კარგი, რომ გააგდებთ დაგვიზახე. წავედით. ღმერთო ჩემო, ეს რა სამყაროა ასეთი? არც შენ გინდა ვიდეოს გადაღება? რა თქმა უნდა არა, ისინი სულ დამცინიან და ჩემს ჩანთას სულ გოგოების საფიფარაშოში მალავენ. მოიცა, უნდა დამეხმარო, თორემ უკან ვერ დავბრუნდები. და რა, შენ სამყაროში ყველა მეგობრო? ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ. ფილმებს ერთად უყურებთ, ერთად წეივნობთ. კარგი, 8 ფეხა მონსტრზე უფრო დავიჯერებ, ვიდრე მაგაზე. გასაოცარია. ტელეფონზე ჩემი სამყაროდან ერთი ფოტოა დარჩენილი. შანსი არა. თავად ნახე. ეს თუ მართალია, მაშინ არც კი ვიცი, ჩემი სამყარო არასოს აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. დანიელ, გთხოვ, უნდა დამეხმარო. კარგი, მყარი მტკიცებულება გაქვს. მადლობა, საუკეთესო ხარ. ახლა გოგუებს ფიქრობ, რომ დაველაპარაკები. ისინი პარალელურ სამყაროზე დაიჯერებენ? ფოტოს ვაჩვენებ და დაიჯერებენ. კარგი, წარმატებები. ამელკა ნამდვილად გიჟია. კარგი, რაღაც ახსე გავიგე. მაგრამ დანიელთან მეგობრობა ეს უკვე ზედმეტია. დიახ, სკოლაში ტონასაყვარელი ბიჭები გვყავს. ისინი უფრო მოუხდებიან ამ ვიდეოს. ხო, იმედია გადაიფიქრებს ამელკა. აბა, წავიდა დანიელი? თუ უკვე წავიდა, მაშინ ოთახი გავანიაოთ, სადაც ის იყო. გოგუებო, რაღაც მინდა გაჩვენოთ. აი ნახეთ, მაგარი ფოტოშოპია. არ არის ფოტოშოპი. ამელკა, არ აქვს მნიშვნელობა ახლა შენ რას მეტყვი. ეს ფოტოშოპია, ვერ მომატყუე, ძალიან რთულია თქვენთან საუბარი. ამელკა, გადაწყვიტე, ან ჩვენთან, ან მასთან გადაიღებ ვიდეოს. გოგუებო, ერთად უნდა გადავიღოთ. მოიცა, მე და კამილა სხვა მსახიობს მოგიძებნით. შესაძლოა მაღალ კლასესაც კი. გემუდარებით, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამელკა, შენ რა ის მოგწონს? მომწონს? დიახ, რა თქმა უნდა მოგწონს. დიახ, მართალია, სხვანაირად ამას ვერ ავხსნი. არა, გოგუებო, თუ არ მოგწონს, მაშინ მისი აქტად შენის ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ. ხო, გოგუებო, მე ის მომწონს. თუ, ამელკა, რა ცუდი გემოვნება გაქვს. ის ხომ ხულიგანია. კამილა, დამშვიდი, გულს ვერ გააკონტროლებ. მაგაზე ვერ შეგეწინააღმდეგები. აბა, გადაიღებთ ვიდეოს? თუ თუმასი არის საქმე, მაშინ მე თანახმავარ. მეც, მაშინ დროს ნუ გავკარგავთ. წავედით. კარგი მეგობრებო, უკვე ნახევარი სცენარი გავიარეთ. ხო, ამელკა, შენთან მუშაობა რთულია. კი, ყოველთვის რაღაცეებს გვიბრძანებ. არა უშავს. გადაღებაზე ყოველთვის უნდა დისციპლინა იყოს. თორემ ისე ვიდეოს ვერ გადავიღებთ. ამელკა, საფიფარეშო სად არის? აი ეს კარებია. კარგი, იქნებ რომანტიკული სცენა დაამატო ლეოს და ამელიას შორის? არა, გოგუებო, სცენარს არ გავაფუჭებ. კარგი რა, ამელკა. ერთი რომანტიკული სცენა არაფერს არ უზამს სცენარს. იქნებ სხვა დროს იყოს? კარგი რა, ამელკა, უფრო თამამი იყავი. მიდი. მორჩა, გეყოფათ, ჯობია არ გამაბრაზოთ. ამელკა, დამშვიდი. ხელები დაიბანე? მიდი დაიბანე, თორემ გიცნობ როგორიც ხარ. როგორც ჩანს, დანიელი პარალელურ სამყაროში რაღაცეებით მგავს. გოგუებო, თქვენი ნაწილები უნდა ისწავლოთ. მოიცა, ზეპირად სწავლა მთავარი არ არის. მთავარია შინაარსი გესმოდეს. არა, სცენარი უნდა დაიზეპიროთ. მოიცა, მე ვფიქრობ, რომ ნამდვილ მსახიობებს იმპროვიზაცია უნდა შეეძლოთ. ეგ არის, დავიბანე ხელები. ახლა კი გადასაღები ადგილისკენ. კარგი, ოღონდ არ დამარტყა. დანიელთან მუშაობაც კი უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ამელკასთან. ხო, ამელკა ნამდვილი მონსტრია. ყოველთვის ბრაზდება რაღაც სისულელეებზე. გოგუებო, სამუშაოდ მოემზადეთ.
გოგოებო, იცით ამელკამ ახლახან რა მითხრა? არ უნდა და შენს ჟურნალთან მიმართებაში დახმარება? შენ გაზეთი უნდა გეთქვა და არა ჟურნალი. და რა გასხოვებაა? უბრალოდ არასწორად ვთქვი. თქვენ უნიჭუები ხართ. იცით ჩემი ნიჭი, იღლიებით გაკუება შემიძლია. დამღალეთ, ნამდვილ ლეოზე, მართაზე და ჯინიზე უარესები ხართ. ვიდეოს გადაღება ცუდი იდეა იყო. ამიერიდან არანაირ ვიდეოში აღარ მივიღებ მონაწილეობას. ამელკა, რას ეძებ? ჩემი სამყაროს პორტალს. ფიქრობ, რომ პორტალით მოხვედი ჩვენ სამყაროში? არ ვიცი, უბრალოდ უკან მინდა დავბრუნდე, ნებისმიერი გზით. კარგი, ბევრი ფილმი მაქვს ნანახი. ფილმები არ დამეხმარება. ასეთ დროს, თავარ პერსონაჟებს რაღაც შეცდომის გამოსწორება უწევთ, რომ თავიანთ სამყაროში დაბრუნდნენ. აქ, იმიტომ ვარ, რომ თქვი, ჯობი არხმა საერთოდ არ იარსებოს თქო. მაგრამ ახლა არხი აღარ გაქვს. ხო, მაგრამ მინდა რომ შევქმნა. ხედავ, მაგრამ ყველალმა ბრაზებს. და საერთოდ რატომ მოგინდა არხი რომ არ გქონოდა? იმიტომ რომ მართა, ჯინი და ლეო ყოველთვის აფუჭებენ ვიდეოს და გიჟებივით იქცევიან. აი, ვიპოვე მიზეზი იმისა თუ რატომ ხარ აქ. შენს მეგობრებს გული ატკინე. კარგი, მე ვფიქრობდი რომ თუ დაუყვირებდი, უკეთ მოიქცეოდნენ. კარგი, თუ მე გამოდმებით მიყვირიან, უკეთ ცის სურვილი მეკარგება. მეც ასევე. ახლა გაიგე რატომ ხარ აქ? ახლა გასაგებია, ასე არ უნდა მოგქცეულიყავი. ახლა კი გოგოებს ბოდიში მოუხადე და გადაღებები გავაგზელოთ. მადლობა დანიელ, ჩემი აზრით ლეოზე ჭკვიანი ხარ. ლეო, ეს ხომ უბრალოდ როლია. როგორ გადაგიხადო, მადლობა. იცი ამელკა, ყოველთვის მინდოდა ყულაბა. ვერსად პოულობ, წარმოგიდგენია? ვერაფრით ვერ ვიშოვე. ამელკა, გაიღვიძე. რა ხდება? კამილა, ძილის დროს ყვიროდი. რაიმე მოხდა? არა, უბრალოდ ცუდი სიზმარი ნახე, ხო? ჯინი, YouTube არხი გვაქვს? ვიდეოებს ხო ვიღებთ? გაუცნაური კითხვებია? რა თქმა უნდა გვაქვს. ჯინი, ვერც კი წარმოვიდგენ ისეთი სიზმარი დამესიზმრა. ეს ხომ უბრალოდ სიზმარია. ადექი და ჩვენთან ერთად ჩაიდალიე. ლეო, ისაკენი ვითომ უნიკორნი ხარ. ბეჭედი დაიჭირე. მიდი ეს როლი. ლუზერო. ო. ო. მე მოვიგე. გილოცავ, ახლა შენ ხარ უნიკორნი. ჰეი, მეგობრებო, ბოდიში მინდა მოგიხადოთ ჩემი საქციელის გამო. ბოდიში? ვეცდები რომ ამიერიდან აღარ გიყვიროთ ხოლმე. შენს გვაპატიე დაგვიანებისთვის, ისედაც ძალიან ვცდილობთ ხოლმე. უბრალოდ ხანდახან გვინდა რომ ცოტა გავერთოთ. სულალური რაღაც ვთქვი. მინდა რომ ახი გქონდეს, ჩვენი გამომწერები რომ გავართოთ. აი ეს მესმის. ლეო, შენ ძალიან დამეხმარე. როდის? რაღაც არ მახსენდება. აიღე. ეს შენთვის საჩუქარია. ამელკა, ეს ხომ ყულაბაა? ამაზე ვოცნებობდი. საიდან გაიგე? ო, ისე უბრალოდ გამოვიცანი. ჩვენთვის დღეისთვის ვიდეოს ვერ გადავიღებ, მაგრამ იმედი გვაქვს, მაინც მოიწონებთ. ასევე გამოიწერეთ ჩვენი არხი და ზარის ხილაკს დააჭირეთ. დიახ, დიახ. ვერც კი წარმოიდგენთ რა მაგარი ვიდეოები გელოდებათ წინ. ნახვამდის ყველას! Fetelor, ați fost vreodată în tabără? Bineînțeles, ador taberele. Și eu am fost, de ce întrebi? Doar mă gândeam că am putea invoca vreun spirit. În tabără făceam asta destul de des, știți? Ce spirit ai vrea să invoci? Pe zâna măseluță, pe doamna de pică, pe mâna roșie? Serios, astea-s de grădiniță? De ce spui asta? Fiindcă toate astea nu există. Ba da, există. Odată în tabără, noi fetele am invocat spiritul unui instructor. Eu n-am crezut niciodată prostiile astea, așa că n-am participat. Hai să testăm toate chestiile mistice și să vedem care sunt reale și care nu. Sunt sigură că toate sunt doar niște prostii inventate. Sigur câteva sunt reale. Deci, pe cine putem invoca? Sunt spirite rele și spirite bune. Nu există niciun spirit. Ei bine, haideți să vedem. Propun să chemăm un spirituș. Mi se pare cel mai interesant personaj. Haide, ce ne trebuie pentru asta? Mai întâi trebuie să pregătim niște bunătăți pentru spirituș. Ok, și ce îi place? Îi plac dulciurile și laptele. Haideți la bucătărie. Avem niște biscuiți și bomboane. Astea merg. Kitty, tu toarnă lapte.
Mai bine l-aș bea eu. Și acum? Acum puneți bunătățile pe masa de sufragerie. Și apoi... Acum trebuie să ne întoarcem cu spatele la masă ca să nu-l intimidăm pe spirituș. Ce prostie! Kitty, mai taci că spiritușul aude și se supără. Taceți amândouă, spiritușul o să vină și trebuie să-i simțim prezența. Eu nu simt nimic. Eu simt, e aici. Sigur că nici eu nu simt nimic. Sigur, e aici. Hai să-i punem întrebări. Spiritușule, putem să-ți punem întrebări? Dacă da, atingem mâna dreaptă. Dacă nu, atingem mâna stângă. Diana, deci v-a atins? Parcă mi-a atins mâna stângă. Ba nu, pe cea dreaptă. Diana, concentrează-te! Parcă mi-atinge ambele mâini. Ei, l-ai speriat pe spirituș. Nu e nimeni aici. Diana, a simțit ceva? N-a simțit nimic, doar își imaginează. Cred că experimentul nu a funcționat. Spiritușul e unul singur, nu poate să ne atingă pe toate deodată. Da, trebuie ceva ca să putem toate vedea sau simți. Pe cine altcineva putem invoca? Hai să chemăm o sirenă. Oare cum o chemăm? Ritualul trebuie făcut lângă apă. Putem umple cada sau un lighean cu apă. Sau mergem la piscină. Corect. Perfect. Sirenă, vino! Kitty, nu așa funcționează. Ce ne trebuie pentru ritual? Cadouri? Nu, stați de jur împrejurul piscinei. Acum închideți ochii și concentrați-vă, gândiți-vă la sirenă. Acum puneți mâna în apă. Acum invocăm sirena. Sirenă, vino! Sirenă, vino! Sirenă, vino! Sirenă, vino! Și ce ar trebui să se întâmple? Dacă vine sirena, apa se încălzește și putem să ne punem o dorință. De ce ar trebui să se încălzească apa? Kitty, taci, ne concentrăm și chemăm sirena. Sirenă, vino! Sirenă, vino! Sirenă, vino! Parcă apa s-a încălzit. Și mie mi se pare la fel. Doar v-ați obișnuit cu temperatura. Dar o să-mi pun o dorință în caz de orice. Și eu. Bine, atunci și eu. Gata, s-a terminat. Am uitat să zic, trebuie să-i mulțumim sirenei și să-i dăm un cadou. Păi trebuie să zici de la început că trebuie să-i dăm ceva. Asta merge. Nu, e brățara mea, nu vreau să-i o dau sirenei. Și ce se întâmplă dacă nu-i dăm nimic? Sirena o să-ți mănânce ochii când te vei scufunda. Amelca, aruncă brățara aia, o scoate mai târziu din apă. Dar se poate strica din cauza apei. Ce preferi mai mult, să ai ochi sau brățară? Mulțumim, Sireno, primește cadoul ăsta. Gata, e mulțumită? Să sperăm că e mulțumită. Și cum știm dacă a fost aici sau nu? Eu mi-am pus o singură dorință. Dacă se va îndeplini, înseamnă că ritualul a funcționat. Și ce dorință ți-ai pus? De fiecare dată îmi doresc ca seara să avem pizza. Ciudat, să-ți pui dorința doar pentru pizza? E un experiment, așa că trebuie ceva ușor de verificat. Fetelor, haideți, am ceva pentru următorul ritual. Uită-te la TikTok-ul ăsta, ce tare e. Uitați ce am aici. Nu pot să cred, e o tablă de spiritism? E tablă Ouija, de unde ai luat-o? Am găsit-o în pod. Tabla asta e ușor de folosit, doar pui întrebări și atât. Nu, ce vorbești? Cu tabla asta trebuie să fii atentă. Ca să invoci un spirit, trebuie să respecti regulile, altfel e nașpa. Pentru început, trebuie să aprindem lumânările. Acum trebuie să ne ținem de mâini, să închidem ochii și să spunem de 3 ori Spiritule vino. Spiritule vino! Spiritule vino! Spiritule vino! E, a venit? Acum punem mâinile pe indicator. Conform regulilor, trebuie să salutăm spiritul. Bună, spiritule! Oh, wow, e super tare! Bună, spiritule, eu sunt Amelca. Eu sunt Diana. Eu sunt Kitty. Și tu cum te numești? C, H, U, C, Capa. Chuck. Spiritul se numește fix ca Chuck. Sau poate chiar e Chuck? Ce zici acolo? Chuck e bine, l-am văzut astăzi. Am auzit că sufletul unui om poate călători în vise. Chuck, îl cunoști pe Chuck al nostru? Fetelor, cred că cineva dintre voi mișcă indicatorul. Eu n-am mișcat nimic eu. Hai să-i punem spiritului întrebări la care doar noi știm răspunsul. Corect, așa vedem dacă e spirit adevărat sau cineva face pe șmechera. Chuck, ce am în buzunar?
Gumă? Amelca, hai arată ce ai acolo. Gumă? Funcționează, de ce pe bune? Acum eu. Chuck, ce-am mâncat azi la micul dejun? Omletă? Serios? Exact. Da, nici nu-mi vine să cred. Deci tabla Ouija funcționează. Deja mi se face puțin frică. Diana, acum e rândul tău să pui o întrebare. Vreau să pun eu o întrebare în locul Dianei. Bine, haide. Chuck, unde a pus Diana cerceii mei pe care i-am dat recent? Hei, cum adică adio? Conform regulilor, trebuie să ne luăm la revedere politicos de la Spirit. Pa, pa, Chuck! Papa, Chuck? De ce a plecat așa brusc? Chiar i-am pus o întrebare. Probabil are treburi pe lumea cealaltă. Da, e cam ciudat. Acum propun să o invocăm pe Bloody Mary. Bloody Mary poate nu e o idee bună, e cam creepy. Trebuie să verificăm toate miturile, așa că trebuie să o chemăm. Pentru a o invoca pe Bloody Mary avem nevoie de un ruj roșu, de lumânări, 2 foi de hârtie și o cameră cu oglindă. Nu o să ne ajungă lumânările pentru toate ritualurile. Nu vă faceți griji, am destule lumânări fix pentru ocazii de genul ăsta, haideți! Și dacă vine Bloody Mary, ce se va întâmpla? Poate răspunde la orice întrebare. Hai să întrebăm cum să aducem înapoi dinozaurii. Amelca, la ce trebuie dinozauri? Păi mi se par cool. Hai să întrebăm ce a fost prima dată, oul sau găina? Crezi că Bloody Mary știe răspunsul la asta? Fetelor, poate să răspundă doar cu da sau nu. Atunci întrebăm așa, prima dată a fost oul? Bine, acum aprindeți lumânările. Nu avem voie să stingem lumânarea până la finalul ritualului, ați înțeles? O să am grijă să nu se stingă, nu vreau să văd ceva înfricoșător. Eu desenez o ușă. Ce e la un geam? E o ușă, prin ea Bloody Mary intră în lumea noastră. Și nu înțeleg la ce ne folosește hârtia. Pe una dintre foi, Bloody Mary va face un semn. Ăsta va fi răspunsul la întrebare. Hai să o chemăm pe Mary asta. Cât mai trebuie să așteptăm? Țineți-vă de mâini și puneți întrebarea. E adevărat că oul a apărut înaintea găinii? Acum zicem de 3 ori, Bloody Mary, vino! Bloody Mary, vino! Bloody Mary, vino! Bloody Mary, vino! Acum ieșim repede. Cine o vede pe Bloody Mary o ia razna. Ei, se aude ceva? Nu prea. Aud ceva, parcă foșnește ceva. Eu nu aud nimic. Ascultă atent. Da, parcă și eu aud ceva. E acolo? Da, dacă ușa se deschide, suntem terminate. Haideți să o alungăm. Bine, de 3 ori vom repeta. Bloody Mary, pleacă. Bloody Mary, pleacă! Bloody Mary, pleacă! Bloody Mary, pleacă! Cred că acum a plecat. Vă e frică să intrați? Normal că mi-e frică, dacă nu a plecat. Atunci eu intru prima și dacă e totul bine, vă chem. Totul e ok, fetelor, puteți intra. Deci e adevărat, oul a fost mai întâi, am știut eu. Diana, ești așa curajoasă, a intrat prima în cameră. Nu e nimic, deja am învățat comportamentul tuturor spiritelor. Wow, ce tare ești! Să ne întoarcem în sufragerie. Haideți să nu pierdem timpul și să trecem la următorul mit. Ce mit? Păpușa voodoo. Dar magia voodoo nu e periculoasă? Nu ziceai că tu nu crezi în astea? Da, dar tot mi se pare înfricoșător. A cui păpușă vom face? Bine, haideți să facem păpușa mea, dacă toți sunteți așa fricoase. Dar ție nu ți-e frică? Păi nu aveți de gând să-mi faceți ceva rău, nu? Normal că nu, n-am vrea să pățești ceva. Atunci haideți să ne apucăm de păpușa voodoo, ne trebuie orice păpușă. Asta e bună? Da, e bună, dă-mi-o. Ce faci? Își smulge părul pentru ritual. Acum trebuie să prind părul meu de păpușă. Gata? Nu e chiar așa simplu, aprinde lumânarea. Dar tocmai am stins-o. Acum trebuie
trebuie să treci păpușa peste flacără de 3 ori, în sensul acelor de ceas. Hai, fă-o tu, Amelca. Trebuie să spun ceva? Părule de păpușă te lipești acum tu mie îmi slujești. Părule de păpușă te lipești acum tu mie îmi slujești. Gata? Da, hai să verificăm. Hai să vedem ce se întâmplă. Nu se poate, funcționează? Da, păpușa funcționează. Ce ar trebui să mai încercăm? Au, Amelca, vrei să mă omori? Oh, scuze, nu am vrut. E cam periculos să ne jucăm cu așa ceva. Da, mai bine să ne oprim. Există o metodă de a dezlega păpușa? Da, treci păpușa peste flacără în sensul invers ale acelor de ceas. Trebuie vreun fel de incantație? Incantația o anulez, eu te eliberez. Incantația o anulez, eu te eliberez. Gata, încearcă să mai faci ceva cu păpușa. Acum păpușa nu mai e legată de mine. Haideți să încheiem experimentele astea. Fetelor, dacă tot funcționează, propun să facem ritualuri pentru îndeplinirea dorințelor. De acord, am atâtea dorințe. Mie mi-ar plăcea să invocăm monștri. Gata cu monștri, încercăm doar ritualuri pentru dorințe. Sigur, sunt sigură? Dacă facem totul cum trebuie, nu o să pățim nimic, cred. Totul va fi bine, cunosc un ritual super cu oglinda. Am încercat odată cu o oglindă și nu am avut curaj. Trebuie doar să te uiți în oglindă prin flacără. Și ce se întâmplă atunci? Când vezi o altă persoană în oglindă, atunci poți să-ți spui o dorință. Și cum vezi o altă persoană în oglindă? Încearcă și vei vedea. Oh, parcă am văzut pe cineva! Opa, Amelca s-a speriat. Da, e un pic creepy, de parcă cineva se uită la mine din altă lume. Wow, și ai apucat să-ți spui dorința? Normal! Acum e rândul tău, Kitty. Bine, hai că vreau și eu să-mi pun o dorință. Ți-a ieșit? Nu pot, mi-e frică. Ce fricoasă ești! Prefer să fiu fricoasă și în siguranță. Haideți să facem un alt ritual, ceva mai simplu. Cât de simplu! Adică să nu fie atât de înfricoșător. Ce frică! Normal, a apărut un tip dubios în oglindă. Poate fi un spirit sau ceva. Bine, hai că mă gândesc eu la ceva. Haideți să o invocăm pe zâna dorințelor. E o zână bună? Da, e bună dacă o invocăm corect. Avem nevoie de zahăr și un pahar cu apă și zâna iubește locurile întunecate. Uite, Amelca, ia zahărul. Ăsta nu e zahăr, e sare. Nu mai țipa, doar le-am încurcat între ele. Nu te-ai gândit ce s-ar putea întâmpla dacă ritualul va merge greșit? Nu am stat să mă gândesc. Bine că am verificat, altfel venea o zână furioasă. Acum aduc zahărul. Noi vom scrie dorințele pe hârtie între timp. Kitty, și tu scrieți dorința pe hârtie. Doar una? Da, hai să nu exagerăm. Păcat. Acum punem bilețelele sub pahar și presărăm o lingură de zahăr. Și acum spunem de 3 ori: zână, vino și îndeplinește-mi dorința. 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 Acum trebuie să ieșim din cameră și să lăsăm zâna să citească mesajele. Ce dorințe v-ați spus? Eu, ca de obicei, am cerut pizza. Eu am cerut un prinț într-un Ferrari negru. Fetelor, chiar v-ați prins în joc ca niște copii după o acadea. Ce vrei să spui? V-am păcălit tot timpul ăsta. Nu e niciun spirit, nicio zână, nimic de genul ăsta. Și atunci cum ai... Erați atât de speriate încât ați crezut orice v-am spus. Deci tu ai lăsat semnele de la Bloody Mary? Și săgeata de pe tablă tot tu ai mutat-o? Normal, prostuțelor. Eu nici măcar n-am căzut în plasă, am știut de la început că e o farsă. Da, să-ți fi văzut fața când o invocai pe Bloody Mary. Prieten, voi chiar credeți că toate vrăjile astea chiar funcționează? Și nu uitați să dați like și să vă abonați. Pe voi nu vă costă nimic, pe noi ne ajută. Fetelor, v-am adus pizza, e în mașină. Era o promoție, așa că am luat cu mai multe topping-uri. Pizza, nu ziceai că nu vrei să cumperi?
Păi, da, parcă cineva m-a teleportat cu forța în pizzerie, nu știu. E doar o coincidență. Apropo, Kitty, te caută un tip. A venit cu un Ferrari negru. Ce?